მოგესალმებით მეგობრებო ყველას კინოთეატრი ამირანიდან და ეხლა მინდა გაგაცნოთ რომ დღეს ჩემი მეუღლის მარინოს გეფარდის თანამონაწილეობით ხო? თანამონაწილეობის ეს რა თანამონაწილეობის თანამონაწილეობით არის კინოპრეზენტაცია და მისი კოლეგები შეიკრიბნენ აქ მე დაგათვალიერებინებთ აი აქ გამოფენა არის და ეხლა მეუბნებოდა ჩემი მეუღლე რომ აი ერთი სვავი კი არა სვავის ორიგინალი ფორმა არის აი ეს აბა და ორბი ხო კარგი გამოიწია მარიამს ადვილად მოიტაცებს ღმერთმა დაიფაროს ხო აბა მიდი რა ხელა არის ერთი ორბი მე ხო მიდი დაეტოლე აი რა ხელა ერთი ადამიანის ხელა არის ერთი ორბი დაჟე უფრო დიდი ხო ხო და ხო და გამოფენა არის ახლა აქ ახლა გაჩვენებთ ქართული ნამუშევრების კოლექციას ერთ-ერთი ქალბატონის რომელთანაც მინდა რომ კოპროდუქცია გავაკეთო ქართული შალის ნამუშევრების აი ჩემს მოგლეს რაც აცვია ეს არის ჩემი მოქსოვილი და აი ამაზე მინდა გავაკეთო და ახლა გაჩვენებთ საინტერესო ნამუშევრებს ამ ქალბატონისას შეიძლება კიდევაც იცით ქალბატონი ნინო კახეთში აქვს თავისი ატელიე და იქ მუშაობს ეს ორიგინალი ფერები აქვს ამაზე მუშაობს ძირითადად თვითონ ღებავს შალს და თვითონ ამუშავებს ფერებში და შემდეგ აი როგორც რა ლამაზ ფერებში ქართული ძველი ფერები აღადგინა ქალბატონმა ნინომ და აი ნახეთ რა ლამაზი ნამუშევრები აქვს ეს არის ფასკუნჯი, თუ არ ვცდები ფასკუნჯია. ფასკუნჯი ხო? გიორგი, შენ მითხარი, აბა. ეს ფასკუნჯია, ხო? ხო არ ვცდები, ხო? ეს ფასკუნჯია. ფასკუნჯი არის. ესენი სარსარაკები არის, ფურციკები არის. ეს ფისტის ხეები არის იდეაში, ტიტებია წამოღებული. ის ლეოპარდია. აი, ლეოპარდთან ეხლა მივარ. ძალიან ეს არის სამუხის ველის ინსპირაცია. სამუხის ველი. აჰა. სამუხის ორნამენტებით არის ყველა დანარჩენი არანაირად არ შემოდის უცხო კულტურის რამე, ყველაფერი იდენტური. ეგ უკვე ვიცი და თქვი კიდევაც გავაჟღერე, გაგაცნობთ ქალბატონინს. აბა არჩეთ რომელი ვის რა გინდათ, მინდა გაგიმზადეთ ისა. სასაჩუქრე ამბავი, მე აირება ქვეყანა. და სასაჩუქრე. ესეთი ამბავი იქნება. ეს არის ქალბატონი ნინო. შეიძლება ლაივში ხართ თქვენ ახლა. თქვენი ნამუშევრები ვაჩვენე მე და ძალიან საინტერესოა. ესენი მე არ მაქვს ნანახი, ფოტოშოპის. არა, ეს ძალიან ახსნეთ ახალია. ახალია, ხო? ახალი კოლექციაა და ძალიან საინტერესო ნამუშევრებია. აი თვითონ ეხლა მოკლედ ახსენე რომ თქვენ ფერები აღადგინეთ ქართული ძველი ბუნებრივი საღებავებისგან და მოკლედ მე აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ იმდენად ყველა საინტერესო რაღაცაა, რომ ვერ ამოარჩევ ადამიანი, რომ ერთი სალი იყიდო, ყველა გინდა. ესენი ხო. ან თქვენი ნახელავია. ჩვენი ეს არის ჯგუფი პრესვერი, სახელმწიფო პრესვერი, რომელიც მდებარეობს ეტოპის ხაროში. და დავიწყეთ 2006 წლიდან. მე თვითონ 2002 წლიდან დავიწყე ამის აღდგენა, განვითარება. და ამჟამად ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გაკეთებული. და რა ვიცი. ავი დღემდე ჩვენ საბუკოსთან დიდი ხანია მეგობრობთ. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გაკეთებული. ეს ბოლო იყო ეს ფილმების მემკვიდრეობა.
ეთყობა კიდევაც რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ეს არის ძალიან დიდი ხნის კვლევის, რა ვიცი, რა ქვია ამას, კიდე არ ვიცი, კვლევა, მოძიება, დგენა, განვითარება, ძალიან სერიოზული ამები ჩავიდინეთ, მოკლედ, სულად მტარი ეს მიმართულება, ჩვენ დავიწყეთ ქისეპური ფარდაგის აღდგენა, რომელიც იყო დიახ ტრადიციული დედოფლის წყაროში. როგორ იყო ხალხი ვისაც ეგ ახსოვდა და არავინას არაფერი არ ახსოვდა, არავინ არ იყო ცოცხალი. ეს არის ჩემი მოძიებული, მე შემქმნელი ჯგუფი, ყველაფერი მეცნიერული ნაშრომები მაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით. ასე რომ ეს არის ძალიან ისეთი შრომის შედეგია ეს დიდი და საინტერესო. ჯგუფი ძალიან სერიოზული ანუ ისეთი პროფესია ისეთ არის ეს ჯგუფიც არის ძალიან სერიოზულად მაღალი დონის ან რა უნდა რა სირთულის უნდა იყოს რომ ჩვენ ვერ გავაკეთოთ აბსოლუტურად ძალიან სერიოზული საკითხს თან მაგრები ვართ და თან ამას ყოველგვარემის გარეშე ვარ მართლა მაგრები ვარ იმიტომ ეს არის ერთადერთი სახელოსნო დედოფლის წყაროში ეს არის საქართველოში მინდა გითხრათ ასეთ რაღაცას არავინ არ აკეთებს ეს სრულად ბუნებრივი საგებაობით ეს ღების ტექნოლოგიის აღდგენა ეს არის კიდევ არ ვიცი მართლა შეუძლებლად მიმაჩნია მე წარმოიდგენთ რა არის ბუნებრივ საგებავებში ღება ურთულესია და ეს ყველაფერი ჩვენი შექმნილი განვითარებული და ძალიან ბევრი საინტერესო იდეები გვაქვს ძალიან ბევრი რაღაცებს ისეც გავაკეთებთ კიდევ სამომავლოდაც რომ რა ვიცი არ ჩერდებით და ციფრული რაღაც არაციფრობებს მუშაობ მე ბევრი მოდის დიზაინში თუნდაც მოდის დიზაინში საინტერესო ძალიან კარგი აქსესუარები გვაქვს ჩანთები და ასე შემდეგ ძალიან მედროვეობასაც დიახ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთეთ ეს არის თანამედროვეობასთან ადაპტირებული ამბები ჩავიდგინეთ მარტივიც არა, თან პროვოკაციულიც არა. არ არის მარტივი ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ის დამჭირდა. რამდენი საფეხურია, პირველი ჯერ ისტორია აღადგინე. მეორე სახელოსნო შექმენი. მე იცით როგორი რაღაცაა რომ არ უნდა გაფუჭო. არა, გაფუჭებას მე ვიცახი თვითონ მემკვიდრეობას. კი, ანუ ის მემკვიდრეობას სწორედ უნდა გადასცე შემდეგ თაობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფუნდამენტი რაც ასწორე. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მაყურებლისგან დიდი ქება დაიმსახურეთ. ძალიან საინტერესო ნამუშევრებიაო და განსაკუთრებით ეს მოეწონათ პირამიდების ფონზე. ეს პირამიდები არ არის. ეს არის ალესილები. ალესილები. სტილიზებული ალესილები. პირამიდები არ არის. ეს არის ქართული ვარიანტი ფიზიკაში. მაშინ აი, თურმე ესეთი რაღაც ყოფილა მეგობრებო, კარგია რომ გავიგეთ. ძალიან ლამაზია. ფაიმერებითა. გავანჭა. არა, რა მოყავს, არა. ვერ ვხდები იმიტომ რომ ისტორიული სცენარეზეა საუბარი, მაგრამ რაღაცა მაგალითად ბროწეული, რომელიც ვარცხნილში მაგალითად ანუ არის შემორჩენილი. ბატონო, ველური ბროწეული შემორჩენილი. არის კი, აბა. მე კაკლის წენკო, რომელიც ძალიან ბევრი არის დედოფლის. აი ამ დრო მაგალითად ფესვები. აზაფხულის ფერებია მაგალითად კრისტესის სხვა და ძალიან ესეთია ბევრი რაღაცა რომლის ტექნოლოგიაც ჩვენ აღვადგინებთ. მე ამას აგროვებ და ჭლეწავთ თუ სპეციალური. მე ამას ვაგროვებ და ამას თავის ტექნოლოგია გვაქვს. რომელიც ბატონო კი როგორ არა ალბათ შეიძლება ჩემს Quanto cosa ci deve არა ეს პარკებია მეგობრო, შეგიძლიათ ქალბატონ ნინოს დაუკავშირეთ, შემდეგ ჩავაგდეთ ჩემს
კომენტარში მისამართს და რეკვიზიტებს როგორ დაუკავშირეთ ქალბატონ ნინოს და ამის კიდევ ვიცი ძალიან ბევრი ნამუშევრებია ამის გარდა ფესების სტუდიო. ხო, ჩაგიგდებთ საკონტაქტო ნომრებს და ასევე ჩაგიგდებთ მის ვებსაიტს, Facebook საიტსაც ჩაგიგდებთ. ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებს ქალბატონი ნინო. აი ნახეთ რა, აი ეს ჩანთები ძალიან, ყველაფერი ტყავია. ყველაფერი არის ბუნებრივი. ანუ ინტერიერის ის დეკორატიული ბალიშებსაც აქვს. დეკორატიული ბალიშები. სამოგზაურო ჩანთა. ჩანთა ქართული სიტყვაა? არც ვიცი. აი ნახეთ. ეს რა ძალიან საინტერესოა. მაგარი ფერებია. აუ ფერები არის მართლა ძალიან ლამაზი. რა შეიძლება ხა არ ჩანს შეიძლება არ ჩანს აქ იმდენად ციფრულში რამდენად ლამაზი ფერებია და არ ვიცი აი რა ვიცი. ძალიან ბუნებრივი ეკოლოგიურად სუფთა და ამასთანავე ძალიან ლამაზი ფერები. ესენი ჩემი ბაჭები არიან, ბაჭეწუნები, აქ მომხვალეთ. ეხლა წავალ დაგათვალიერებინებ და აქეთ რა ხდება, მეგობრებო. მე მგონი კინოში ვერ შეგიყვანთ, იმიტომ რომ სავარაუდოდ იქ უნდა გამოირთოს ყველა აპარატი. აქ არის მე მგონი აღწერილი როგორ გამოყავთ გუდაყველი. ხო, აი ნახეთ გუდაყველი როგორ გამოყავთ. ой ეს რა ცხვრები ჭაჭუნა მომენანტრა აი ესეთია ჭაჭუნა მეგობრებო ისეთი ლამაზია რომ რა ვიცი იქიდანაც რამდენიმე ლაივი მაქვს ჩაწერილი ეს უკვე ჭაჭუნაში არ არის ეს ვაშლოვანში არის გადაღებული ქურციკები ეს რა ტიპია ხო და ძალიან მაინტერესებს მეც რა იქნება დღეს. ხო, ფილმი დაახლოებით ნანახი მაქვს. მოკლემეტრაჟიანია, სრული ფილმი არ არის, 25 წუთიანი დოკუმენტური ფილმი არის და როგორც ანუ ჩემ მეუღლე არის თავარ როლში მეგობრებო, იმიტომ რომ ჩემ მეუღლეზე არის გადაღებული რას აკეთებს, ძირითადად რას საქმიანობს ჭაჭუნაში, როდესაც დადის, როდესაც ვაშლოვანში დადის და ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი არის გაკეთებული და აი ამას ვიხილავთ დღეს. Squeeze well. Აბა squeeze well. აი, squeeze well. ეს ყველაფერი არის ალბათ იმ წყებისგან, რომელიც წყებისთანაც მუშაობენ ჩემი მეუღლის ჯგუფი. ხო? საჭუნოდან არის ესენი? არა, ეს არის თუშეთიდან. თუშეთიდან, ეს ყველაფერი არის თუშეთიდან წამოგებული, ანუ ყველაფერი არა. ვინო არის კახური, ყველი უშუალოდ დღევანდელი შეხედვის მიზანი რაც იყო ეს არის თავიდან ბოლომდე გუდა, გუდის ყველი, ეს არის გოჩაბეწუნაიძის ყველი, რომელიც ხურავს დიკლოში, თავის ხარს. ზაფხულის საძოვრები აქვს
თათუშეთში, ხოლო ზამთრის საძოვრები აქვს სამუხის ველზე. ხალხისთვის ცნობილი, როგორც არის სამუხის მრავალმხრივი დაცული ტერიტორია. ქურციკევი ცნობილი ტერიტორია არის და ეს ხალხი ძალიან ახლოს არის ბუნებასთანაც და ღმერთთანაც და აგერ პროდუქციაც ეთქობა ადამიანის და ღმერთის ხელით. ნამდვილად. დოვლათი ესე ქვია, ხო? დიახ, მაგრამ ბრენდს უშუალოდ დოვლათია, რომელიც ყველით შეიქმნა და ის. თქვენთან ერთად მუშაობენ ესენი? ვინ? აი ეს ხალხი ვინ კი, ჩამოთვალე. ჩვენთან პროექტში არიან მარინუსი როტაციული ეძროების გეგმებსუდგას, შემდეგ ეხმარებით მაგის განხორციელებაში და ასე შემდეგ. ანუ ჩართულები არიან პროექტში. არ მხოლოდ ესენი, ასევე 25 სხვა თუში ფერმერი და როგორ ახლა? არის. ყველი გაგიგენებე. მადლობა გიორგი. მოკლედ დავიგეთ უკვე თუშეთი თუშური ყველი არის დიკლო ბატონ გელას ეცნობა ალბათ რომ დიკლოდან არის ეს ყველი და არა დიკლოდან არ არის ეს ყველი უბრალოდ დიკლოში ყავს სხვარი ამ პიროვნებას ვინც აწარმოებს ამ ყველს ეხლა დაგემშვიდობებით მეგობრებო იმიტომ რომ აქ ყურადღებაა საჭირო ბავშვებთანაც და მოკლედ გაგაცანით რა ხდება ჩემთან ჩემი მეუღლის უშუალო არასამთავრობო ორგანიზაციაში სადაც მუშაობს ეს ორგანიზაცია აწყობს ამ გამოფენას და ფილმიც მან გადაიღო და აი ესენია სტიკერები ძირითადად არის ფრინველთა დაცვის ორგანიზაცია და ფრინველთა დაცვის ორგანიზაციას თავისთავად ფლორა და ფაუნაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთთან არის დამოკიდებული და ამიტომ ისინი ერთად მუშაობენ. აი ეს თამაში ძალიან მაგარი თამაშია, სხვათა შორის. არ არის ბავშვების თამაში, ეს დიდების თამაშია და შეუძლიათ ეს არ ვიცი რა არის, ესეც თამაში. მოკლედ თუნდაც დაგემშვიდობოთ. კარგად.